BMG Drive-ი ახალ Renault Duster-თან ერთად ამოქოქილია. დღეს საინტერესო სტუმარი გვეყოლება. ის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დამფუძნებელია, ჯერ კიდევ 2014 წელს, დღეს კი Future Labs წარმოადგენს. ირაკლი ქაშიბაძე იქნება ჩვენთან ერთად დღეს. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახსოვთ ირაკლი? კარგად, საერთოდ. კარგად, ამინძმა ცოტა დაგვანაღვლიანა, რა? ამინდი შეიცვალა. მადლობა სტუმრობისთვის BMG Drive-ში. მადლობა. დახატებისთვის. ესე იგი, კარგად გინეთ, რომ 2014-ში მაშინ სტარტაპით სიტუაციის იშვიათობა იყო, არა თუ სტარტაპერები ქვეყანაში, როცა ჯიტა დაფუძნდა და მინდა პირველი კითხვა დავიწყო იმით, რომ მაშინ რა გამოწვევები იყო და ეხლა რომ Future Labs წარმოადგენთ, დღეს რა გამოწვევებია? ზოგადად. იდეაში მე სამთავრობო სტრუქტურებში დავიწყე მუშაობა 2010 წლიდან და იქ მქონდა მაშინაც სხვა ინიციატივები, მაგრამ როგორც ეგეთი არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფდა სტარტაპების მხარდაჭერას, მათ დაფინანსებას და ზოგადად ისეთი სისტემით ფუნქციონირებას, რომ შესაძლებელი იყოს პერმანენტულად ამ დარგის ხელშეწყობა. ანუ რომელიც ხასიათდება ოპერატიულობით, რომელიც ხასიათდება მორგებით იმ გამოწვევებისთვის, რაც მუდმივად არის ამ დარგში. ძალიან დინამიურია, ხო? ძალიან დინამიური დარგი არის და მუდმივად არის საჭირო, ესე ვთქვათ, ამ პროცესის აყოლა და უნდა ქონდეს შესაბამისი მექანიზმები. და მე დავაინიციირე რეფორმა 2013 წელს. მაშინ მისის მოადგილე იყო დიმიტრი კუმსიშვილი, მან მოიწონა ეს რეფორმა, მე უკვე მთავრობაზე და ესე ვთქვათ, მოხდა დამტკიცება და 2014 წელს დაგვიწყდა მარტში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. სამგენი როგორც ჯიტა. როგორც ჯიტა, კი, როგორც ჯიტა. ეს იყო თავიდან სამკაციანი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ მთავარ კაბინეტში ვიჯექით, მე სოფლიში ვიქირავით ოფისი, 5 კაცი ვიყავით და ერთ წელიწადში მოხდა დიდი კონცენტრაცია მიღწეული ცნობიერების ამაღლების პროექტების განხორციელების და მაშინ 58 დიდი ღონისძიება გავაკეთეთ 8 თვეში წამახლა. ანუ ეს არის ეს თქოს 10 კაციანი და 500 კაციანი, 800 კაციანი და ესეთ რეჟიმში, ანუ 24 საათიან რეჟიმში ხდებოდა კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის, კომპიუტერული გრაფიკის, პროგრამირების, სტარტაპების და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების თუ მიტაპის ხორცელი პარალელურად დავიწყეთ ტექნოპარკზე მუშაობა და ნუ იმ დროიდან მოყოლებული, ანუ როცა დამტკიცდა უკვე ტექნოპარკის პროექტი, სადაც დიზაინშიც მონაწილეობდი, სხვა პროცესებშიც, ტექნოპარკის შემდგომ უკვე ერთ წელიწადში აშენდა. ხო, ამ საწყისებიდან, ხო? კი, საწყისებიდან ფაქტობრივად 2014 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2015 წლის ვთქვათ ბოლოს უკვე მოჩენილებით. პირველი სტუმრები ყავდა და 2016-ში დასაწყისში უკვე ოფიციალურად გავუსწრეთ. ანუ პარალელურად ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობდა. ანუ მაშინ იდეაში ახლა არ დგას საჭიროება, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით 48 ღონისძიება გააკეთო, ხო, წელიწადში, რომ ეს საჭიროება დღეს აღარ დგას. რა საჭიროებებია დღეს, რასაც აი დღევანდელ გადამოსაყედიდან უყურებ. კი, ნუ მაშინ სწორედ აღნიშნეთ, რომ სტარტაპის ზოგადად სიტყვა არ იცოდნენ, ან ინოვაციაზე ხშირად ვახსენებ ამ кейს. ინოვაციაზე მოდელად იყო ხუმრობა ჩვენს მიმართ, ზოგადად სააგენტოს მიმართ ეს რა არის ეს ხინკალს რო არა 15, არამედ 16 კუჭი უნდა ჰქონდეს და ეს არის მე უკვე დაინახე შედეგი და სხვა დამოკიდებულება შეიქმნა. დღეს რა გამოწვევები არის? დღეს აბსოლუტურად იდენტური გამოწვევები არის, ეს არის მუდმივი ცვლილებების მიმართ ადაპტაცია, ტენდენციების მიმართ ადაპტაცია, სილიკონის ველზე იმყოფებოდი იანვრის ბოლოდან მარტ
სტარტაპის დასაწყისამდე და იქ ჩანს რამდენად ისევ იცვლება ეს ზოგადად კონjunktūra ბაზრის და ხდება ხალხის დაბრუნება სილიკონის ველზე, ხდება ძალიან დიდი რესურსების გამოყოფა AI მიმართულების სტრატეგიის გამო. ან ის ფუნდამენტურ ცვლილებებს აკეთებს როგორც ბიზნესში, ასევე ეკონომიკაში, სოციალურ წყობაში, კონკურენტუნარიანობაში ქვეყნების და ასე შემდეგ. სულ ახლო დონეზე გადაგვს. პლუს ეკონომიკაში ახდენს ისეთ გავლენას, რომ 10-კაციან კომპანიას შეუძლია 10-კაციან, 3-კაციან კომპანიას შეუძლია მილიარდიან ირეგულარზე ავიდეს. ძალიან მოკლე პერიოდში ისეთი кейსებიც არის, რომ ისეთ შემთხვევები, რომ ასეთი 2-კაციანი კომპანია ადის 440,000 მოგებაზე მოთვეში. საკმაოდ საინტერესო არის, როდესაც პატარა სტარტაპი ისეთ შედეგს აღწევს AI-ის განაპირობა ხო რეალურად? AI-ის მეშვეობით, ანუ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უკვე გაცილებით მარტივი ხდება როგორც შექმნა სტარტაპის, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების შეთავაზება, რომელიც ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რომ ამ წარმატებას მნიშვნელოვნად ის. რა პოტენციალი აქვს ჩვენ AI-ის მიმართულებით და თქვენი სიტყვებია, რომ პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან სტარტაპერები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და რეალურად შესაქმნელია სისტემა, რომელიც ახლა ვერ ვციტირე ზუსტად, მაგრამ აზრი ეგ იყო, რომ სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც არ დააშვებინებს შეცდომებს სტარტაპებს და ისინი რაღაც უფრო სწრაფად განვითარდებიან, ხო? აი რა სისტემაა და აი პოტენციალი როგორი გვაქვს ამ მიმართულებით? ხო, ну ზუსტად მაგიტომ შევქმნით Future Lab-ი. ყავს ძალიან საინტერესო ძლიერი გუნდი, პარტნიორები ყავს Oracle-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სოფლიოში ცნობილი სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის მენეჯმენტის წევრი, Stanford-ის წამყვანი სტარტაპ აქსელერატორის lead mentor-ი, ასევე ჩემი პარტნიორი ამ ორგანიზაციაში. და ჩემ დიზაინს და მისიაც იყო სილიკონის ველზე, რომ პირველში გამიგო როგორ შეგვიძლია ჩვენ გავამართლოთ ჩვენ სტარტაპებს გზა ინვესტორებთან, ინვესტიციებთან, პარტნიორებთან, მეორე მხრივ მთელი ამ ციკლის ფორმირება. იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან საინტერესო და სამწუხარო პროცესი, მაგრამ გასაგები არის ავტომატურად ხდება. სილიკონის ველზე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ networks და trust, ანუ როდესაც ჯერა ვიღაცას პროექტის და ეს დაჯერება ხდება არსებული კონტაქტების networking-ის გამოყენებით. ანუ ეგ ვთქვათ, ანუ ესე ვთქვათ, ნაცნობობას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ურთიერთობებს ნაცნობობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სილიკონის ველზე, მათ შორის წარმატების მისაღწევად. თუ შენ ხარ სტენფორდელი, თუ შენ ხარ ყოფილი Google-ის თანამშრომელი, ან ესეთი აქსელერაციის პროგრამა არის Y კომბინატორი, მისი კურსი დამთავრებული, მაშინ ინვესტორები იქით თავაზობენ ბევრ ფულს. თუ არა, ძალიან დიდი გზის გავლა გიწევს, რომ ესეთი აღიარება მოიპოვო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ნიჭიერი პროექტის პროექტის და იყოს. ამიტომაც ჩვენი არის ამოცანა, Future Lab-ის ამოცანა, ჩემი ამოცანაც იყო, რომ დაუახლოვო და შევქმნა ეკოსისტემა, რომელიც მაქსიმალურად მაგზას დაამოკლებს. კუთხით UC Berkeley-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, დავიწყეთ მუშაობა ესეთ პროდუქტზე, რომელიც 100 სილიკონის ველის VC ფონდის იდენტიფიცირებას ახდენს. რომელიც ათერი ჩვენს რეგიონში ნახების ჩასადებად და ეხლა 5 UC Berkeley-ის MBA და PhD სტუდენტი მუშაობს ამ კვლევაზე. ერთობლივად ესეც ძალიან საინტერესო მიღწევა ჩვენ ხიდან. და ეს ადამიანები ორი კვირა უკვე რაც დაიწყეს მუშაობა, იკვლევენ იმ ფონდებს, რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი ჩვენი სტარტაპებისთვის, რა პროცესები უნდა გაიარონ, რომ მიიღოს საბოლოო ჯამში მათგან ინვესტიციები. ეს კვლევა რას მოგცემს ისეთ ხელშესახებს, მნიშვნელოვანი რა იქნება? პირველ რიგში კრიტერიუმები რა არის, რა უნდა გქონდეს ჩვენ სტარტაპებს, არამედ ჩვენ სახელმძღვანელოსავით სახელმძღვანელოსავით იქნება playbook-ი, investment readiness playbook-ი, ანუ საინვესტიციო მზაობის გზამკვლევი, რომელიც ანუ ამას სულ
ვამბობ ეკოსისტემის სხვა წევრებისთვის საინვესტიციო მსახურის გზამკვლევი იქნება ახლა მისასწრომი არა მხოლოდ ჩვენ სტარტაპებისთვის, არამედ მას გავხსნი სხვებისთვისაც, იმიტომ რომ ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესი არის, რაც უფრო მეტი წარმატებული პროექტი იქნება რეგიონიდან, ის ინტერპოლაციის, ანუ გადმოტანა ხდება ამ წარმატების ასევე სხვა პროექტებზე და უკვე ეცოდინებათ, რომ საქართველოსთან შეიძლება გასცეს პერსპექტიული დამხსნებლები, ინოვაციური პროექტების და ყველასთვის კარგი შედეგი მოყვება. ანუ 100 VC ფონდი სილიკონის ველიდან, რომელიც ფლობს ძალიან დიდ კაპიტალს და მზად არის, რომ ჩადოს ფული ჩვენს რეგიონში. გეტყვით იმასაც, რომ საინტერესო სილიკონის ველის ფონდებს უმეტესობას არ აქვს იმეილის მისამართიც კი თავის საიტებზე. ანუ წარმოიდგინე, რომ ჩაკეტილი სისტემა არის. წერია მისამართი თვითონ ოფისის და წერია მე ანუ ხო მოდით ან იქაც რა თქმა უნდა იქნება პრობლემები რომ მიხვიდა შესაბამისად ესეთი ციკლის უზრუნველყოფა ჩვენი მხრიდან განაპირობებს მეტ ცდომას და მეტ შესაძლებლობას სტარტაპებისთვის და ეს არის უკვე მნიშვნელოვანი გზა და მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ფონდისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ინვესტორების ფული, რომელიც ჩაიდო ქართულ სტარტაპებში და ჩვენ მართავთ ამ ფულს, იმიტომ რომ პირველი ლიცენზირებული VC ფონდი საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული. ანუ ჩვენ უნდა გავზარდოთ ეს ამ ვთქვათ სტარტაპების ღირებულება, რომ უკან დავუბრუნდეთ მერე ბევრი ესე ვთქვათ ნამატით თანხები ჩვენი ინვესტორებისთვის. როდის დასრულდება მუშაობა კვლევაზე? კვლევა სრულდება მაისში ჩვენ ვაპირებთ მაისში ვაპირებთ ამ პირველი წარდგენას, მაგრამ ის გაგრძელდება რა თქმა უნდა და ვაპირებთ რომ გაანალიზოთ ამ კვლევაზე მუშაობა და შესაბამისად გავხადოთ ეს მუდმივმოქმედი პროექტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას დინამიკაში დავინახოთ, როგორ იცვლება ეს მოთხოვნების კრიტერიუმებიც, მოლოდინებიც სტარტაპების მიმართ ჩვენს რეგიონში. კი ბატონო. ძირითადად და მაინტერესებს რა შეცდომას უშვებენ ხოლმე ადამიანები, ვინც იწყებს მუშაობას, სურს იყოს ანტრეპრენერი, რაღაც სტარტაპს ქმნის. რა არის ძირითადად შეცდომა პირველ რიგში? ვერ წარმოიდგენს პირველ რიგში სირთულეებს, რომელიც დახვდება. ვერ წარმოიდგენს ტემპს, რომელიც საჭირო არის სტარტაპის შესაქმნელად და გეტყვით იმას, რომ სილიკონის ველზე სან-ფრანცისკოში და მიმდებარე ქალაქებში არის იმდანად სხვა ტემპი მუშაობის, რომელიც შეიძლება ერთ წარმოედგინოთ აქ, როდესაც დამხმარებლები მუშაობენ საკუთარ ინოვაციურ პროექტზე. ანუ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმი არის. მაგის გათვალისწინება რთულია ხო? დიდი ძალისხმევა არის საჭირო. 3-კაციანი გუნდები, 2-კაციანი გუნდები ისეთ სირთულეს პროექტებს ქმნიან და იმდანად მაღალი კვალიფიკაცია აქვს, რომ შენ რომ იყო კონკურენტ უნარიანი აი ამ ბაზარზე, ძალიან დიდი კვალიფიკაცია და ძალისხმევა ჭირდება. თუმცა ისეთმა კომპანიებმა, საერთაშორისო კომპანიებმა, რომელიც აქ მოღვაწეობენ, EPAM-ი, სხვები ხო მსგავსი, Exodel და მსგავსი, უკვე ქმნიან ასე თუ ისე სტანდარტს და ასწავლიან ჩვენს პროგრამისტებს როგორ უნდა განახორციელონ მუშაობა კომპანიაში, შესაბამისად უკვე იმდენად არ უჭირთ ამ ტემპისათვის. ანუ ეგ გამოცდილება რაც შემოიტანეს ყველაზე მნიშვნელოვანია ხო? ანუ აქ არ არის საუბარი რაღაც ფულზე, მხოლოდ ამ რესურსზე. ეგ გამოცდილება ალბათ უფრო დაუფასებელი. იქიდან სხვანაირად ჩანს ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემა სან-ფრანცისკოში თუ არა? კი, ანუ არის ესეთი ორი მომენტი. პირველი არის რომ მეტი სიჩქარე გვჭირდება, მეტი ტემპი და მეტი აყოლა იმ ტენდენციების, რაც არის ესე ვთქვათ, ახლა მოწინავეთა მსოფლიოში და ხშირად მოწინავე სილიკონის ველზე. და მეორე არის ხო, ну რა თქმა უნდა ჩნდება ისეთი პროექტები, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ჩვენს აქსელერაციის პროგრამაში და ჩვენ ფონდში მეორე ნაკადზე ახლა შემოვიდა 127 პროექტი და იქაც ვხედავთ, რომ თვითონ ხარისხიც გაიზარდა ძალიან შემოსული განაცხადების და პირების რომელიც შემოიტანეს. ასევე ძალიან საინტერესო პროექტებიც არის, რომელიც საერთაშორისო დონეზე. თუმცა მაინც
თუმცა მაინც საჭირო არის რომ მეტად თვალყური ადანო პროცესებს რაც იქ მიდის, იმიტომ ყოველდღიურად რაღაცა ჩდება. ხო, სულ პულს უნდა კონდეს ხელი. ნამდვილად. ან კონკურენცია გაამძაფრა, დააჩქარა ყველაფერი. მნიშვნელოვნად გაზარდა, ასევე დაუბრუნდა ხალხს და ინვესტორებს იმედები და გარკვეულწილად სტაგნაცია, რომელიც იყო სექტორში, ის ვთქვათ, შეცვალა და უფრო გამოსაზღვრება არის სააღმრთო მიმართულება. თუმცა ხედავენ გარკვეულ რისკებსაც, იმიტომ რომ ზოგიერთი კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება და ასე ვთქვათ, ამ ზრდას უკავშირებენ, რომ ზოგადად ტრენდი არის და მოხარებლები ამ პროდუქტებს მაგიტომ ნერგავენ, თუმცა მე არ ვთანხმები ამ პრინციპს, იმიტომ რომ AI ზოგადად იძლევა ძალიან დიდ საშუალებას ეფექტურობის და წარმატების დის. შესაბამისად, თუ შენ ხედავ ამ წარმატებას და გაძლევს კომპანიის წარმატებას, მე არ მგონია, რომ ვინც ნერგავს მე ხო, საზღურები ესე არ ჩანს რა, რომ აი აქამდე განვითარდება და მორჩება რა. ცოტა უსაზღვრო ამბავია ხო, ლიმიტები. ავტოინდუსტრიაში ხო მაგალითად ძალიან აქტიურად იყენებენ, პრაქტიკულად ყველა ავტომწარმოებელი ნერგავს და ალბათ მოვადრო რამდენიმე წელიწადში ალბათ, რომ ამის გარეშე აღარ იქნება ავტომობილი. ნამდვილად. და ძალიან ისეთი ყვედის გარეშე აღარ არის. ძალიან საინტერესო მომენტი არის, რომ ერთი წლის დიაპაზონში რაოდენობა პილოტო ავტომობილების იმდან შეიცვალა, რომ უკვე ძალიან გეცემა თვალში ვაიმოების, ვაიმო ტაქსების რაოდენობა, რომელსაც მიაღწია უკვე 14% ბაზრის. ამიტომ სან-ფრანცისკოში უკვე 14% ესე ვთქვათ, აი ამ გადაადგილების ძალიან დიდია 14%. ერთ წელიწადში წარმოვიდგინეთ. 1%-დან ასვლა 14%. და Uber-ისთვის და Lyft-ისთვის წილების მოჭრა. ხო. ძალიან შთამბეჭდავი ასევე Tesla-მ ჩართო უკვე პილოტო რეჟიმი სან-ფრანცისკოში. როდესაც იხარ ჩემი პარტნიორთან და ველაპარაკება არ ატარებს საჭეს. ასე ვთქვათ, არაჭეს. სატერფულს? ხო, არბიზთან მაგალითად თვითონ დადის უკვე Tesla-ს ჩართული აქვს მაგალითად რეჟიმი სან-ფრანცისკოს პარკებში. რენომაც რომ დაამატოს თბილისში ინტერვიუ იქნება უფრო მარტივი ჩემთვის, იმიტომ რომ მარტო აღარ მომიწევს ავტომობილი, სულად კონცენტრირებული ვიქნები კითხვების და პასუხების. მაგრამ 14% ბაზრის წილის დაკავება ერთ წელიწადში, ეს არის ძალიან შთამბეჭდავი. ძალიან სწრაფი ზრდა არის. ჩვენ აი საქართველოს ამ შემთხვევაში აქცენტირება თუ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ანუ გულწობრას რომ თქვენ წახდეთ რომ რაღაცა ტრენდია, ხო, ვიღაც ფიქრობს რომ ეს ტრენდია, რაღაც მორჩებას აქვს დასრულდება და უნდა გავყვეთ ამ ტრენდს გულისხმობა AI მიმართულებას თუ შეგვიძლია რომ სხვა მიმართულებითაც აქტიურები. როგორც წესი, ამას აქვს ორი სტრუქტურა განვითარების. პირველი არის შიდა ეფექტურობის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ეკონომიკის განვითარების და სხვა. ამ ნიშნავს, რომ წარმატება და ეფექტურობა ეკონომიკის უნდა გაიზარდეს. როგორც მაგალითად ეპოქაში, როდესაც არ იყო ელექტროფიკაცია, გაჩნდა ინდუსტრიალიზაციის ეპოქა, ინდუსტრიალიზაცია, ასე შემდეგ, ხო, ანუ ვინც ვერ აყვა ეპოქას დარჩა იგივე, ვთქვათ, ძველი გამოყენების ბაზაში, რა თქმა უნდა, პრობლემები შეექმნა. იგივე არის აბსოლუტურად AI, ანუ შიდა ეფექტურობის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი არის AI-ს ინტეგრაცია ყველა სექტორში. მეორე არის, რა თქმა უნდა, გლობალური კონკურენტუნარიანობა ჩვენი კომპანიების, ანუ თუ გინდა რომ შენი სტარტაპი გახდეს წარმატებული, AI უნდა გქონდეს ყოველ შემთხვევაში. იმიტომ კი არა, ტრენდია. უბრალოდ უკვე როგორც ჩვეულებრივი მექანიზმი არის, ისეთი მექანიზმი არის ნებისმიერ ტიპის სტარტაპის განსახორციელებად. ხო, შესაბამისად ეს გარდაუვალი არის, რომ AI ელემენტი ამოაქვს სტარტაპს. ხო, სახელმწიფოებიც რომ ნახოთ მათი ხარჯები AI-ის მიმართულებით კოლოსალურად გაზრდილია და ანუ მაგრბოლაში არიან ისეთი დიდი სახელმწიფოები როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, გასაგებია, მაგრამ ბრიტანეთიც საკმაოდ აქტიურია საფრანგეთი და მოგეთ
ყველა ცდილობს მაგ მართლობას მიყვეს. ბატონო, პატარა ბლიცი მაქვს თქვენთვის. სწრაფად კითხვები და დუბნებად მოკლე პასუხები. სლავ პასუხები. პირველი კითხვა იქნება, რომელი წიგნი ან ფილმი შეიძლება იყოს საუკეთესო მრჩეველი სტარტაპერისთვის? ნუ არის ესეთი ეპოქალური სერიალი, რომელსაც ქვია სილიკონის ველი. ეს არის იმდენად საინტერესო ნატურალური ფილმი ყველა იმ პროცესის შესახებ, რომელიც ვითარდება სილიკონის ველზე, ურჩევდი ყველას რომ ნახოს შეიგრძნოს რა პროცესები მიმდინარეობს მოვინიშნოთ ეკოსისტემაში კი მოვინიშნოთ სილიკონის ველი. წიგნების ნაწილში რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო წიგნი არის პიტერ დილის მიერ დაწერილი წიგნი Zero to One ასევე სხვა წიგნებიც და ნუ ბევრი საინტერესო წიგნი გამოდის მაგრამ თვითონ კინოს შემთხვევაში რა თქმა უნდა სოციალური ქსელი ძალიან საინტერესო არის უამრავი თხრობს ფილმი სოციალური ქსელი social network ასევე ფილმი Apple-ის დაფუძნების შესახებ ფილმი Spotify-ის დაფუძნების შესახებ და სხვა. ანუ ბევრი საინტერესო ესეთი დოკუმენტური რეალურ ისტორიასთან დაფუძნებული ფილმი გამოვიდა, რომელშიც ბევრი საინტერესო მომენტი ნახავ. მათ შორის BlackBerry-იც არის საინტერესო. ხო, BlackBerry-ზე ძალიან საინტერესო. და იქ აჩვენებს, ანუ როგორ გაუშვეს ეს მომენტი, როდესაც ვერ გაათვისწონ. საოცარი დაქონდა, ანუ აი რატო ბაზრის ვერ წარმოედგინათ. ეს არის ტვინის ესე ვთქვათ ესეთი თვისება, რომ ძალიან უჭირს ინოვაციების აღქმა და როგორც წესი ტვინი ყოველთვის ცდილობს გამარტივებას, გარემოსი რაც აქვს status quo bias ქვია, ამიტომაც ეშინია ინოვაციების. მან პრობლემა ალბათ მდგომარეობაც იყო, ხო, მაშინ რა მდგომარეობაც იყო BlackBerry, ანუ რეალურად ბაზარზე ძალიან კარგი ზრდა, რაღაც დომინანტური პოზიციები და ალბათ მაგანაც განაპირობა, რომ მოდი არ გაურისკოთ და ვერ დაინახეს მომავალი. კი, და ესე უშვებენ, ესე ვთქვათ, შანსებს ძალიან ბევრი კომპანია. ნებისმიერი სტარტაპის გენერალური დირექტორი შეგიძლია იყოთ მსოფლიოს მასშტაბით. რომელს ერჩევთ? რომელს ავერჩევდი, რა თქმა უნდა, Apple ძალიან საინტერესო კომპანია არის მისი განვითარების პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის Google-ის გენერალური დირექტორი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვიყო ამ კომპანიის და ვხედავ მის შესაძლო პრობლემებს განვითარების ნაწილში და შესაძლო მომავალში Google, იმიტომ რომ ვერ აუწყო ფეხი იმ ტენდენციებს, იმ პროცესებს, რომელიც ეს მეტად და ვფიქრობ, ბევრი რაღაც საინტერესო ცუდები შეიძლება გაკეთდეს. Google-ის გარშემო მსოფლიო ვერ წარმომიდგენია. მათ შორის მე ვიყავი შარშან Google X-ის ოფისში, სადაც ხდება რევოლუციურ ინოვაციურ პროექტებზე მუშაობა, მაგრამ რო გითხრათ რომ რაღაცა რევოლუციური იყო. არა. ხო, მოგატყუეთ. ეს ისევ არის იმითი განპირობებული, რომ უფრო მეტად ხდება ეს მენეჯმენტისგან წამოსული იდეების ხოლმე მსოფლიოში იდეების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობა. საინტერესო რომ აი ჩელენჯი რომ Google-ს ჩელენჯები რომ ისე გავხადო make Google great again. Google great again. რომელ ქვეყანაში ან ქალაქში დაიწყებდით სამეწარმეო საქმიანობას? ეს მულიდან მარჩვანი რო შევზღუდავი იყოს. ხო, ნახეთ, ძალიან საინტერესო არის სილიკონის ველი და იქ ამ ტალანტების სიმრავლე და იმ ტალანტებში კონკურენტუნარიანობის მოპოვება. იმიტომ რომ ანუ ხა შეიძლება ეს გამომივიდეს, მაგრამ ეს თვისება ავსტუ ჩამოყალიბდა, რომ რაღაცებს ასწორებს საქართველოში ცოტა ადრეული არის. ის და მე მიწევს იმის დამტკიცება, რომ ეს კარგი არის და ნუ ზოგჯერ ეს გამოდის, ზოგჯერ არ გამოდის. თუ ანუ ვიღაც აღმოჩნდება, როგორც მაგათად აი ცოტა ვაკეთებდი, ვინც დაიჯერა, ხო, ეს მენეჯმენტი აი ნომის ამისტროში დიმიტრი კუსიშვილის და სხვები, მაშინ ეს პროცესი წავა, მაგრამ ესეთი ადამიანებიც ცოტა არის, ვინც შეიძლება დაიჯეროს. იქ ცოტა სხვანაირი სტრუქტურა არის, მაგრამ
მაინც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტალანტი არის, ინოვაციები ძალიან გავრცელებული არის, იქაც ყველაფერი ეს ნაცნობ პროფესია არის დახარებული და იქაც რთული არის, როგორც მე აღმოჩინე, ინოვაციების კონტრაქტზე თუ შესაბამისი სტატუსი არ მოიპოვა. კი ბატონო. რა არის ყველაზე უცნაური რამ თქვენს კარიერაში, რაც მოხდა, უკავშირდება სტარტაპს და დღესაც გიღიმებათ გახსენებაზე? ხო, მაგალითად ეს უცნაური არის, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ვენჩურული ინვესტორი. ეს მე რო უკვირდები, ანუ ეს ძალიან რთული პროცესი არის, ანუ რო გითხრათ, ეს არის იმდენად რთული პროცესი, მათ შორის პირველი ვენჩურული ფონდის ჩამოყალიბება საქართველოში გაცილებით რთულია, ვიდრე აკეთებს სტარტაპს. იმიტომ რომ დღეს მე მიწევს ადამიანებს დარწმუნება, რომ სტარტაპებში ჩადონ ფული იმ გარემოში, როდესაც ყიდულობენ მეხუთე ბიზნეს Range Rover-ის და ასე შემდეგ და უნდა გადავარწმუნო, რომ იცი რა ვენჩურული ინვესტიცია არის აბსოლუტურად იგივე ტიპის მექანიზმი, რომელთაც შენ აზღვევ შენს საინვესტიციო პორტფელს, იმიტომ რომ სხვა ტურბულენტობის სტრუქტურა აქვს. ანუ რისკი პირიქით გაურკვევან ცუდ დროს აქვს მეტი სხვა სარგებს ვიდრე IT-ს. ანუ პირიქით როდესაც ცუდად არის ყველაფერი, IT იზრდება. ხო. COVID-ის დროს Zoom იზრდებოდა, 2008 წელს ამერიკაში კრიზისის დროს Netflix-ი გაჩნდა, Shopify გაჩნდა და ასე შემდეგ. ხო, შესაბამისად ამ ვენჩურული მართულებით როგორც ვაგრძელებ ხალხის დახმარებას, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან რთულ პროცესში ვარ ჩართული. ეგ უფრო რთული საქმეა, ვიდრე რაღაც დარდაბი დაიწყო და შენთვის აკეთო საქმე, რომლისად გჯერა და სხვებთან ნაკლები გქონდეს რაღაცა ისეთ კომუნიკაცია. მადლობა ბატონო კვის ნორმისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა. მოვიკითხოთ მაისშიც მე ამბებს კვლევის და მოკეთ საინტერესო მიმართულება ცხადია რა ეს მუშაობ და წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ და ადამიანებს ვინ ჩართულები არიან. თქვენს ამ კომუნაში და მადლობა. განვითარება მინდა უსრო ქართულ სტარტაპებს. მე ხომ მეორე ნაკადი გვაქვს Future Lab-ში, როგორც გითხარით, ახლა 127 სტარტაპი შემოვიდა, შევარჩიეთ 30 და მარტის ბოლოდან ვიწყებთ სამთვიანი პროგრამას Silicon Valley-ის ტოპ ინსტრუქტორების მეშვეობით, UC Berkeley-დან, Stanford-დან, Silicon Valley-დან. კიდე მიდიხართ ხო თუ ნახოთ კი შეიძლება წავიდე. კი, იმიტომ რომ იქ მუდმივად არის საჭირო ის კონტაქტი.